მეგობრებო. ეხლა არ იქნება თემატიკა, უფრო მეტად იქნება ნაკადი, ენერგონაკადი თქვენი ბიოველიდან. რა უნდა იცოდეთ თქვენ თავზე, რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, მიხარ თქვენ, როგორ აფასებთ თქვენ თავს და აფასებთ თუ არა სათანადოდ. მოდი ყველაფერი და იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენზე. პატარა იდენტიფიკაციას ჩავატარებ, თუმცა ჰეშტეგებს არ ურთავ ბოლო პერიოდში ჩემ ვიდეოებს, მაგრამ გამოწერა და ლაიკები არ დაგეზაროთ თქვენი ენერგოცვლისთვის, ჩვენი ენერგოცვლისთვის, ჩემსა და თქვენ შორის, ჩემი ახალი მესამეც დაწყებული გვერდიდან ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა ამ შემთხვევაში, რომ გააქტიურდეს და TikTok-მაც დაინახოს, რომ საჭირო ვართ, YouTube-მაც დაინახოს, რომ საჭიროა ჩემი მინიშნებები თქვენთან მიმართებაში და რეკომენდაციებში უფრო ხშირად და უფრო მაგრად წარმოაჩინოთ თქვენი აქტიურობით ყველა ჩემ დადებულ ვიდეოს. გამოწერა ამისთვის არ დაგავიწყდეთ, რომ თხელ ვიდეოების კურსში იყოთ. მაგრამ მაინც იმისთვის რომ გავიგოთ კონკრეტულად რამდენად შეიძლება თქვენი იყოს ეს გასვლა და რამდენად არა, შეიძლება მიზერული ნაწილი, მაგრამ მაინც თქვენთვის იყოს, ამიტომ ყოველთვის უყურეთ ხოლმე ბოლომდე. რაღაც საჭირო ინფორმაცია შეიძლება მაინც მიიღოთ ხოლმე, რომელიც იმ მომენტისთვის გჭირდებათ. ვიხართ თქვენ გავიგოთ. იმისთვის რომ მიხვდეთ, რამდენად ეს გასვლა იქნება თქვენზე. შეიძლება სრული გასვლა იყოს თქვენზე, შეიძლება საერთოდ აგიაროთ, მაგრამ ამაზე მომედავებით რომ რატომ არ მემთხვევა. თუ საერთოდ არასდროს არ გემთხვეოთ ხოლმე ჩემი გაშლები და ასეთი კომენტარიც მქონდა ერთხელ რომ საერთოდ არაფერი არ მოხდებაო, ესე იგი მეგობრებო, თქვენი ტაროლოგი არ ვარ და რამოდენიმე ტაროლოგი არჩიეთ ხოლმე და უსმენთ ხოლმე და ვისაც შეატყობთ რომ თქვენი ინფორმაციას გადმოგცემთ და გაწვდით იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, ესე ის ადამიანია თქვენი ტაროლოგი. ყველა ტაროლოგი თქვენი ვერ იქნება. ყველას ტაროლოგი ვერ იქნება. ის ადამიანები უნდა მიხვდეთ, რამდენად თქვენია და საჭიროა და პრობლემაც გავხდება. მიხარ თქვენ. რატო ესე? რა დაასრულეთ? ხო, რაღაცა ორჭაფობა დაასრულეთ. ორიანი პენტაკლით რაღაცა არჩევანი იყო თქვენ ცხოვრებაში, სამუშაოსა და მეორე სამუშაოს შორის. საკუთარ ეგოსა და დაქვეითებას შორის, ორ პარტნიორს შორის, ხელფასის მომატებასა და იგივე ხელფასზე მუშაობა შორის. რაღაცა არჩევანის წინაშე იყავით, რომელიც იყო ძალიან მტკივნეული ეს თემატიკა თქვენთვის და ერთგვარად დაასრულეთ ამაზე გლოვა, დაასრულეთ ამ თემატიკაზე საუბარი, არ ვიცი, დაწინაურების მოთხოვნა იქნებოდა თუ არჩევანი იქნებოდა ორ პარტნიორს შორის, მაგალითად შეიძლება თქვენ იყავით და სხვა პარტნიორი თქვენ საყვარელი ადამიანისთვის და ერთგვარი ეს არჩევანი დასრულდა კრახით თქვენთვის. ასეთი ნაწილიც იქნება მცირე, მაგრამ იქნება რაღაცა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში, რაღაცა ორჭაფობის მოკლედ რო თქვა, რაღაცა ორჭაფობის მომენტი დასრულდა, ზოგისთვის სამუშაო სფეროზე იქნება ეს ორჭაფობა, ზოგისთვის იქნება პარტნიორებს შორის მოემსგავსო ორივეს და ორივეს ხასიათები გაითვალისწინო, ორივეს დროს შეუწყო, ორივეს ორსკამზე იყო, ასე ვთქვათ, ითამაშო, მაგრამ ორივე გინდა და ვერ აგირჩევია რომელი გინდა, ეს მომენტი დაასრულეთ, წარსულს ჩააბარეთ, იმიტომ რომ თქვენ თავში იპოვეთ ძალა, სიძლიერე, მერვე მაღალი არკანი. ეს არის ძალიან დიდი ძლიერების კარტი, ეს არის კარტი, რომელიც გაშლა არის ორივე სქესთვის კიდევ შეგახსენებთ ჩემი გაშლები ყველა, მაგრამ მაინც მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ ხოლმე. თქვენ თავში იპოვეთ ის ლომი, ის შინაგანი ძალა, რომელიც ყველა ჰამერს, ყველა ტანკს, ყველა მატარებელს წინ გადაუდგება და სიტყვით და ქმედებით და რაღაცა ძალის და მკუნთების დემონსტრირებით კი არ არის საუბარი აქ. აქ არის შინაგანი ძალა, შინაგანი მომთმელობა, შინაგანი ძლიერება შენ თავში რო იპოვი იმას, რომ აი როდემდე უნდა მატაროს თითზე. საკმარისია, მე ჩემი სიამაყე მაქვს, ჩემი სიძლიერე მაქვს, ჩემი შინაგანი ძალა მაქვს, რომელმაც უნდა მატაროს წინ და წინ ჩემ ცხოვრებაში და ყველაფერს აქვს დასასრული მომთმელობა, ყველაფერს აქვს საზღვარი, ოქროშუალედი და გაჭიმული ძაფები, ზოგჯერ მომთმენლობის პერიოდს, ასე ვთქვათ, ხდის იმ მომენტად, როცა უკვე ხვდები, რომ აი გაწყდა ის მომთმენლობის პერიოდი, შინაგანი ძალა და საჭიროა ჩემი თავი ხელში ავიყვანო, ჩემი
სულიერი სულისკვეთება და ჩემი სულიერი სიძლიერე გამოვხატო იმაში, რომ არ დავეცე, არ გავნადგურდე, დეპრესიაში არ ჩავარდე და ჭაობში არ ჩავიძირო, არამედ ვიარო წინ და წინ ჩემი მომავლისთვის, ჩემი თავისთვის, იმიტომ რომ უფალმა ჩემ თავზე ძლიერად შესაყვარებელი და ჩემი თავი რომ წინ ვატარო, იმაზე მეტი ვალდებულება არაფერი დაუკისრებია ჩემთვის. უპირველესად ის რომ ვიარო წინ, ვიყო კეთილი, მოსიყვარულე და არ დავეცე სულიერად არ ჩავარდე დაბალ ვიბრაციებში და არ დამიჯაბნიოს, ასე ვთქვათ, სატანამ და ეშმაკმა. აი ერთგვარი ესეთი რაღაცა ძალიან ფსიქოლოგიური მომენტი გაქვთ თქვენ თავში და ამას სწავლობთ ახლა ბავშვურად სწავლობთ აი ამ ნაბიჯებს. აი ბავშვი რო დაეცემა და ადგება და კიდევ მიდის, მაგრამ კიდე დაეცემა ერთო ნაბიჯს რო გადადგოს. აი ესეთ სტატისტიკურად ესეთ მომენტში ხართ ახლა. ეხლა სწავლობთ აი ამ ნაბიჯების გადადგომას თქვენ ცხოვრებაში და ამ სიძლიერეს როგორ უნდა გავამკლავდეთ აი ამ ყველა ფსიქოლოგიურ მომენტს, რომელიც მე ჩამოთვალე. ეს არ არის ძალიან იოლად ჩამოსათვლელი მომენტები, მაგრამ 1-2 ჩამოთვალე იმისთვის, რომ იდენტიფიკაციურად მიხვედრილიყავით, რამდენად ეს გასვლა იქნება თქვენზე და თუ ატყობთ რომ და გრძნობთ რომ თქვენზეა, წავედით მაშინ გავიგოთ რა ვინ როგორ რას გვეტყვის სამყარო თქვენთან მიმართებაში. ჯერ კი მიხართ თქვენ საერთოდ სამყაროს აზრით. სამყაროს აზრით ახლა კი ბავშვი ხართ, რომელიც ძლიერებისკენ ერთ-ორ ნაბიჯს გადადგავს ეცემა, მაგრამ დგება და მიდის და ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესია და ჩემი აპლოდისმენტები ამ მხრივ თქვენ, მაგრამ თვითონ სამყარო რას გეტყვით, რა უნდა იცოდეთ თქვენ თავზე. სამი კარტიდან 2 მაღალი არკანია, მოდის ახალ ეტაპზე გადახვედითო გეუბნებიან შუთით და მეხუთე მაღალი არკანით. ეს არის თქვენი სულიერების გაძლიერების ეტაპი, რომ ზოგმა შეიძლება ასკეზაში ჩაეფლეთ, ზოგმა შეიძლება პაპი, მამაო, მოძღვარი იპოვეთ თქვენი სულიერი გამომწვრთობელი ადამიანი, ერთგვარი ის ადამიანი, ვინც თქვენთვის არის მაგალითი, როგორ უნდა იარო და როგორ უნდა განიკურნო და როგორ არ უნდა დაეცე და არ უნდა ჩავარდე და წამოდგე და განაგრძო ცხოვრება სიკეთით და სიყვარულით სავსე ისევ და არა გაბოროტებული. ერთგვარი შეიძლება ესეთი მეგობარი იპოვეთ, მოძღვარი იპოვეთ, ასკეზაში ხართ, ზოგიერთები თქვენ თვითონ ხართ უკვე ისე გაძლიერებული ამ მხრივ რომ სხვისთვისაც კი შეგიძლიათ მაგალითი იყოთ ერთგვარი მეხუთე მაღალი არკანით აი ამ სიძლიერის, სულიერი სიძლიერის, არ დაცემის, მაგრამ ადგომის და უფრო მაგრად ადგომის, ვიდრე 1-2 იმ სიმყარით ვერ იდექით როგორც შეგეძლოთ და ეს ფანტაზიების უნარი, რომელიც ვარდისფერი სათვალეები გაქვთ ხოლმე ხშირად, იმის წარმოჩინება, რომ ყველაფერი ესე ლამაზი არ არის, როგორც თქვენ აწოდებთ სამყაროს და როგორც სიყვარული და სიკეთითაც თქვენ უდგებით ყველა ადამიანს, ყველა ცხოველს, ბუნებას, საერთოდ კაცობრიობას, ყველაფერი გინდათ ლამაზად და ვარდისფერი სათვალეებით იყოს ამ ქვეყნად და რაღაცნაირი სიკეთიერები, სიყვარულის და სიკეთის განსახიერება ხართ, ესე არ არის თქვენთან მიმართებაში. ამიტომ სამყარო გეუბნებათ, რომ უნდა ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი რაღაცები ისწავლე და ახალ ეტაპს გადიხარ, ახალ თავს შენი ცხოვრებისას და ახალ სრულიად რაღაცა საფეხურზე დგეხარ ცხოვრებისეულზე, რომელიც არის გაძლიერებს და აი როგორც სატურნი გამოწვრთობას ქმნის შენი პიროვნებისას, როგორც ქანდაკებისას, რომ აი რაღაცა განსაკუთრებული შექმნას სატურნმა მაგალითად შენი პიროვნებისგან, თქვენი პიროვნებისგან, შენობით არ ვსაუბრობ, უბრალოდ მესამე პირის მხრივ ვიძახი. აი ერთგვარი ეს ვარდისფერი სათვალეები უნდა ჩამოიწროთ, უნდა მიხვდეთ, რომ როგორი სიკეთით და სიყვარულითაც თქვენ უდგებით საერთოდ ადამიანებს, საერთოდ ყოველდღიურობას, საერთოდ თქვენი ცხოვრების სტილისტიკა, რომ ყველაფერს სიკეთით და სიყვარულით აკეთოთ, იგივე არ არის და ამიტომ ხშირად ეს ვარდისფერი სათვალეებით ყურება ძალიან ხელს გიშლით იმაში, რომ რეალობა დაინახოთ ხოლმე ადამიანების დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში და საერთოდ თქვენი სულიერება იმ დონეზე მაღალ ვიბრაციებზია, რომ აი ამ დაბალს ვერც კი ამჩნევთ ხოლმე. ამიტომ სამყარო მოგიწოდეთ ერთგვარად, რომ თვალი გაახილოთ და ეს ვარდისფერი სათვალეები მოიშოროთ და უფრო ცივი სახით, უფრო პირისპირ შეხვდეთ იმ გამოწვევებს და იმ ადამიანებს მიხვდეთ, როგორები არიან და ვინ არიან თქვენთან მიმართებაში. რჩევა სიყვარულით იარეთ, ეს არის პირველი და უკანასკნელი რჩევა ყველასთვის, იარეთ და აკეთეთ ყველაფერი სიყვარულით ამ